გავაგრძელოთ ლექცია. ჩვენ მეორე ნაწილში ვისაუბრებთ სახელმწიფო მოღვაწეებზე. ერთმანეთს შევადარებთ სახელმწიფო მოღვაწეს, დემაგოგს და პოლიტიკოს, ანუ პოლიტიკოსი ლიდერების სამ სხვადასხვა ტიპს და შემდეგ ვისაუბრებთ ისეთ საკითხებზე, როგორც რა ქმნის ლიდერს, რა მიზნები აქვს ლიდერს და მერე გავიგით რამდენიმე მაგალითსაც შესაბამისი ისტორიული პიროვნებების მაგალითების მოხმობის საფუძველზე. მოდით ახლა ცხრილი სახით შევხედოთ თუ როგორ შეიძლება ერთმანეთისგან განვასხვაოთ სახელმწიფო მოღვაწე, დემაგოგი, პოლიტიკოსი. თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ცხადია განსხვავებები, და ალბათ ყველაზე კარგად ეს გამოჩნდება, როდესაც პოლიტიკურ ლიდერების მაგალითებს მოვიყვანთ, ძალიან რთულია განსხვავება მათი, რადგან ბევრი ცალკეული ლიდერები შეიძლება ერთ კატეგორიაში ჩნდებოდეს და მეორეშიც. მაგრამ მაინც ზოგადად თუ შევაჯამებთ, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო მოღვაწეებს მაინც რაღაც საჯარო ინტერესები, ანუ საზოგადოებრივი სიკეთე, ეროვნული ინტერესი ამოძრავებთ, ანუ მათი მთავარი მიზანია, რომ გარკვეული ისეთი მიზნების მიღწევა მოხერხდეს, რომელიც არ არის მხოლოდ მათი ან მათი პარტიის ან მათი ვიწრო ჯგუფის ინტერესში, არამედ მათ სურთ, რა ვიცი, მაგალითად სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ ამოძრავებთ ქვეყნის მოდერნიზაციის ინტერესი, ეკონომიკური განვითარების მიღწევის ინტერესი. ძალიან საინტერესოა, რომ რა თქმა უნდა თავისთავად ეს მათი როგორც პოლიტიკოსების ინტერესშიც შედის, რადგან თუ ისინი შეძლებენ გარკვეული მიზნების მიღწევას, მაშინ მათი ხელახლა არჩევაც მოხერხდება, ანუ რეალურად სახელმწიფო მოღვაწეს ეს მიზანი გარკვეულწილად პოლიტიკოსის ერთი რეგულარული ჩვეულებრივი პოლიტიკოსის მიზანსაც ეხმაურება, რომლის მიზანების ხელისუფლების დარჩენა და ხელახლა არჩევა. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ სახელმწიფო მოღვაწეს დიდი მიზნები ამოძრავებს, ანუ მას სურს მართლაც გარკვეულ გარღვევებს მიაღწიოს, ანუ მისი შედეგი იყოს არა ჩვეულებრივი სტაბილურობა, არამედ არა ის, რაც ისედაც მოცემულია, როგორც ეს პოლიტიკოს შემთხვევაშია, არამედ ეს იყოს გარღვევა, რაღაც ახალი ერის დასაწყისი, რაღაც ისეთი საკითხის დაძვრა ადგილიდან, რომლის გადაჭრაც აქამდე არავის ხელი წიფებოდა. გამომდინარე აქედან სახელმწიფო მოღვაწე, რა თქმა უნდა, თავისთავად ძალიან დიდ რისკზე მიდის, როდესაც ასეთ ამოცანას ეჭიდება, ცაბისა და ძალიან დიდ მოლოდინეს ქმნის საზოგადოებაში და სახელმწიფო მოღვაწეების პოლიტიკური ტიპის სიმცირე ალბათ სწორედ ამას უნდა მივაწეროთ, რომ ისტორიაში სამწუხაროდ მათმა უმრავლესობამ მარცხი განიცადა, ანუ მათ სურთ რაღაცა ძირეული ცვლილების მოხდენა, აჩენენ ძალიან დიდ მოლოდინს საზოგადოების, სამწუხაროდ მე ვერ აღწევენ ამ მიზანს, რაც საბოლოო ჯამში შეიძლება ძალიან ცუდი შედეგები დაუბრუნდეს სახელმწიფო მოღვაწესაც და არ შემდგარ სახელმწიფო მოღვაწესაც და საზოგადოებასაც. პოლიტიკოსის მიზანი მაინც უფრო კონკრეტულია, მას სურს ხელისუფლებაში დარჩენა, მას სურს სტაბილურობის მიღწევა და გამომდინარე აქედან ის ცდილობს, რომ ძალიან დიდი ამოცანები არ დაისახოს თავის წინ, არ დაისახოს ესეთი ამოცანა, რომლის მიღწევა მას არ ხელეწიფება ან ძალიან გაუჭირდება. ახლა ჩვენ რა მოდელზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს უფრო რაღაც მეტნაკლებად დემოკრატიული სისტემის მქონე, ასე ვთქვათ, პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნებთან მიმართებაშია გამოსადეგარი, თუმცა შეიძლება გავიხსენოთ და ჩვენ შემდეგ მაგალითებში ვნახავთ, რომ სახელმწიფო მოღვაწეები შეიძლება გვხვდებოდეს და პოლიტიკოსები, ასეთი ტიპის პოლიტიკოსები შეიძლება გვხვდებოდეს ავტორიტარულ ქვეყნებშიც. აქ არ იგულისხმება, რომ როდესაც ძალაუფლების ჩარჩოებში მოქმედებენ პოლიტიკოსები, თქვათ ავტორიტარულ სისტემაში არ იგულისხმება მაინც და მაინც, რომ ეს ძალაუფლების ჩარჩო რაღაც მკვეთრად განსაზღვრული და მკვეთრად ჩამოყალიბებულია, არამედ აქ იგულისხმება ის, რომ ისინი არ მიმართავენ ძირეულ რადიკალურ ძვრებს, ისინი თუ შედარებას მოვიყვანთ ძალიან ფრთხილად დადიან ძველ სახში და არ ცდილობენ, რომ რაღაცა დიდი ხმაური და დიდი ყევები გამოიწვიონ, რადგან ეშინიათ, რომ ეს სახლი სახურავი თავზე არ ჩამოეხვით. მაშინ, როდესაც სახელმწიფო მოღვაწეებს პირიქით სურთ, რომ ეს სახლი ჩამოინგრეს, მის ადგილზე ახალი რამ უნდა ეშენდეს და გამომდინარე აქედან დემოკრატიაში, თუ დემოკრატიასთან გვაქვს საქმე, დემოკრატიულ სისტემებთან, იქ ისინი მართლაც ძალაუფლების ზღვარზე წკიბზე დადიან და ხშირად ყოფილა შემთხვევები და მას მაგალითებიდან ვნახავთ, რომ სათუოც კი ყოფილა მათ მიერ ძალაუფლების გამოყენების
საკითხები, ანუ სახელმწიფო მოღვაწეებს ეს მახასიათებლებით ახასიათებთ, რომ ისინი მაქსიმალურად იყენებენ ძალის რესურსს, მაქსიმალურად ცდილობენ გამოიყენონ ის კაპიტალი, რაც მათ აქვთ დაგროვილი, ან რის საშუალებასაც პოლიტიკური სისტემა იძლევა. თავისთავად ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ პოლიტიკური ძალაუფლება თავისთავადი მიზანი არაა, ის ძალიან მნიშვნელოვანი მიზანი გახდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ის მაინც საშუალებაა, საბოლოო ჯამში შეიძლება მას მიზანს საშუალებაც დავარქვათ, ის მიზანია, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში საშუალებაა, რომ გარკვეული სხვა პოლიტიკური მიზნები მიიღწეს. აქამდე არ გვისაუბრია დემაგოგზე. დემაგოგები როგორც წესი, ესენი არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოძრავებთ ძალიან კერძო კონკრეტული ინტერესი, ის შეიძლება ბიზნეს ინტერესი იყოს, ის შეიძლება გამდიდრების საკითხებთან იყოს დაკავშირებული, ის შეიძლება ძალაუფლებაში ყოფნასთან იყოს დაკავშირებული. ისინი გზად არიან ძალაუფლება ბოროტად გამოიყენონ, თუმცა რა თქმა უნდა, ახლა თუ ყველაფერი ამის მიღწევას ისინი შეძლებენ ძალაუფლების ჩარჩოებში, დადგენილ ლეგიტიმურ ჩარჩოებში, არ არის აუცილებელი რომ მას გადადიოდნენ, საბოლოო ჯამში ისინი განიცდიან მაინც კრახს. როგორც ხედავთ, ეს დესკრიფცია, ეს აღწერა ძალიან ტიპოლოგია, ძალიან მაინც რთული გადამოსამოწმებელია, როგორც მეცნიერები იტყვიან, ძალიან რთულია ფალსიფიცირების, ანუ მისი ემპირიული გადამოწმების თვალსაზრისით, მისი ემპირიული შემოწმების, მისი ვალიდურობის შემოწმების თვალსაზრისით, იმიტომ რომ ვიდრე არ არის, ესე ვთქვათ, ვიდრე ისტორიული შეფასება არ ხდება დიდერი საქმიანობისა, ვიდრე არ ვიცით თუ რა შედეგი დადგა მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ძალიან რთულია რომ რაიმე ვთქვათ, აი მაგალითად არის ლიდერების სახეები, რომელთა საქმიანობის პერიოდში და ეს არ ეხება მარტო სახელმწიფოს, შეიძლება ნებისმიერ ორგანიზაციას ეხებოდეს, რომელიც დროსაც მათი საქმიანობის აქტიური ფაზის დროს ისინი იმდენად ავტორიტარები არიან, იმდენად საკუთარ თავზე იღებენ გადაწყვეტილებებს და იმდენად საკუთარ თავზე ირგებენ მთლიანად სისტემას, რომ იმ პერიოდში ისინი ახერხებენ გარღვევების მიღწევას, მაგრამ შემდეგ, როდესაც ისინი მიდიან, სისტემას არტოვებენ და შესაბამისად ხდება ორგანიზაციის მოშლა, ჩვენ შემთხვევაში პოლიტიკური ორგანიზაციის მოშლა, ანუ ის გარღვევა, რომელიც ამ ლიდერებმა შექმნეს, უბრალოდ ბათილდება და პირიქით უარეს მდგომარეობაში ბრუნდება მათი წასვლის შემდეგ. ზოგადად, ერთი სიტყვით რომ შევაჯამოთ, ძალიან რთულია კლასიფიკაცია, ძალიან რთულია გამოვიცნოთ ესე თუ ის ლიდერი რომელ კატეგორიაში ჯდება და კაცმა რომ თქვას, აი ისტორიულად თუ გადავხედავთ, შეიძლება სახელმწიფო განცდილი სახელმწიფო მოღვაწე ისტორიამ დემაგოგად შეაფასოს და დემაგოგი, რომელსაც ბჭყალებში გაუმართლა, შეიძლება ახალი ერის, ახალი გარღვევის ფუძემდებლად იქნეს შეფასებული. ჩვენ ბოლოს რამდენიმე მაგალითს დავსვამთ, ანუ დღის წესრიგში და თქვენ გექნებათ საშუალება თავად გაიაზროთ, იფიქროთ თუ რა რომელ კატეგორიაში ჩასვამდით ამა თუ იმ ისტორიულ პიროვნებას. უფრო ალბათ საინტერესო შეკითხვებია თუ რა ქმნის ლიდერს. ეს კითხვები, რომელიც ახლა აქ გრაფიკულად არის მოცემული, ანუ შესაძლო პასუხები უბრალოდ, შეიძლება ყველა ერთად იყოს, შეიძლება ცალ-ცალკე უფრო რელევანტური იყოს რომელიღაცა, მომდინარეობს იმ დიდი კვლევებიდან, რომელსაც ლიდერობის თეორია ქვია ზოგადად, სხვაგვარი ისტორია აქვს, ანუ ძალიან საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ კვლევებს, დაწყებული მე-19 საუკუნიდან, აინტერესებდათ ყოველთვის, არა მარტო მე-19 საუკუნიდან, კაც მოთქვას, მე-19 საუკუნიდან შეიძლება ეს თანამედროვე კვლევებია დაწყებული, თორემ ჯერ კიდე ანტიკურ ხანაში აინტერესებდათ, ვინ იყო ლიდერი, რა ქმნიდა გმირს, რითი განსხვავდებოდა გმირი ჩვეულებრივი მოკვდავისაგან, ჩვეულებრივი ადამიანისაგან, ანუ ინდივიდის რა მახასიათებლებით ხდებოდა ის გამორჩეული. თანამედროვე კვლევებს აინტერესებთ მაინც რა პირობებში ხდება ლიდერის ჩამოყალიბება, არის ეს პიროვნული მახასიათებლები, რომელსაც ჩვენ ახლა გრაფიკის ზედა ნაწილში ვხედავთ, თუ ეს არის მაინც გარკვეული სტრუქტურული ელემენტები, ანუ გარემო პირობები ქმნის ლიდერს. თუ ინდივიდის თვისებებზე ვისაუბრებთ, აქ ერთმანეთს უპირისპირდება უფრო, ასე ვთქვათ, ემოციური და უფრო რაციონალური მიდგომები, უფრო ემოციური ეს არის გარკვეული ქარიზმა, გარკვეული იდეალების არსებობა პიროვნებაში, როგორც არის რწმენა, ღირებულებები, მომავლის გარკვეული ხედვა, ვიზიონერობა, გარკვეული ხასიათისა, რომელიც შეიძლება
როგორც წეგან თქვით, გააჩნია რა შედეგებს დადეს ეს ლიდერი, შეიძლება უბრალოდ კრახად და მარცხად შეფასდეს, შეიძლება თუ მაგალითად ლიდერს აქვს მომავლის ხედვა, რომელიც არ განხორციელდება, შეიძლება შემდეგ ის შეფასდეს როგორც გადამჭარბებული, არასწორი და თუ ის განახორციელებს პირიქით, მან შეიძლება ტაში დაუკრან, ძეგლი დაუდგან და თქვან რომ აი მან როგორ განჭვრიტა მომავალი, როგორ მოახერხა ყველაფრის სწორად და ადეკვატურად შეფასება. პოლიტიკური სიბრძნე უფრო ასე ვთქვათ ადვილი გასაზომია, თუმცა სიბრძნე თავისთავად ძალიან სუბიექტური ფენომენია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოცდილება, ცოდნა არის კრიტერიუმი, რომელთაც ამას შევაფასებთ. რამდენი წელია ის საჯარო სამსახურში, რა პოზიციებზე იყო აქამდე, რა განათლება აქვს მიღებული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ფონს, რაც შეეხება სტრუქტურულ გარემოებებს, ანუ გარემოს, რომელ პირობებშიც ლიდერი ყარიბდება, ეს არის როგორც ამას ამბობენ ხოლმე ისტორიული შანსი და გამართლების პირისპირ არის მოსაზრება, რომ პრინციპში ლიდერებს მაინც ეპოქები ქმნის, ანუ შეუძლებელია რომელიღაცა ლიდერი, თუნდაც ნაპოლეონი გაჩენილიყო იმ პერიოდში, როდესაც არ იქნებოდა შეუძლებელი გაჩენილიყო საფრანგეთის რევოლუციის გარეშე. თუმცა რა თქმა უნდა, შემდეგ ისტორიული გარემოებების პირობებში, რა თქმა უნდა, პიროვნული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც აი ამ გარემოებების პირობებში ხდება გადაწყვეტილებების მიღება. და აქამდე რაც შეეხება გამართლებაზე, ანუ ფორტუნაზე და რაც ყველაზე მთავარია ისტორიის შეფასებაზე, ანუ რა დაიწერება ისტორიის წიგნებში, რა დაიწერება ისტორიის ანალებში, ამაზე უკვე ვთქვით, შეიძლება ისტორიამ შეაფასოს ეს პიროვნება დემაგოგად, შეიძლება პირიქით საზოგადო და დიდ სახელმწიფო მოღვაწედ, ეს დამოკიდებულია დიდწილად, რა თქმა უნდა, იმ შედეგებზე, რასაც თუ ის ადამიანი დადებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, იმ სუბიექტურ შეფასებებზე, რომელსაც შემდეგ ისტორიკოსი თუ მისი ჟამთაღმწერელი მისცემს მას. თანამედროვე კვლევებისთვის ეს ორი კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არა მარტო თანამედროვე მინდა და მე თქვა, ფილოსოფიაშიც ტრადიციასაც თუ გადავავალებთ თვალს, ყოველთვის ისმის ეს ორი შეკითხვა, რა არის, რა ამოძრავებს ლიდერს. მაგალითად, დამფუძნებელი მამების შემთხვევაში მათი ფილოსოფიური ხედვა იყო ეს, რომ ეს არ იყო მხოლოდ მატერიალური სიკეთე, ეს არ იყო ასე ვთქვათ, რაღაცა მიწიერი კეთილდღეობის განხორციელება, არამედ ეს იყო ძალიან კონკრეტული ამბიციის დაკმაყოფილება, უკვდავების მოხვეჭა, ის რითაც ადამიანი წყალებში ვამბობ, დაძლევს სიკვდილს, დაძლევს გარკვეულ ლიმიტებს, შეზღუდულობას და გახდება ასე ვთქვათ მუდმივი შემადგენელი ნაწილი საზოგადოებისა. ანუ ამერიკის დამფუძნებელ მამებს მათი ფილოსოფიური ხედვიდან გამომდინარე, მათი მიზანი იყო ახალი ერის დაწყება, ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ახალი საზოგადოების შექმნა, რომელშიც ისინი გარკვეულწილად განსხეულდებოდნენ და რომელიც უზრუნველყოფდა მათი იდეების და მას შესაბამისად მათი ინდივიდების, მათი პიროვნებების უკვდავებას. ეს კითხვა ღიაა დღესაც, ანუ ძალიან კონკრეტულ რეალობაში, კონკრეტულ პოლიტიკოსებთან, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებაში, რა ამოძრავებთ მათ, მხოლოდ გადარჩევა, მხოლოდ ხელახალი არჩევა, მხოლოდ პოლიტიკ-მატერიალური სიკეთის მოხვეჭა, თუ მართლაც გარკვეული ისეთი შედეგების დადება, რომლის საფუძველზეც მათი სახელი, მათი უკვდავება უზრუნველყოფილი იქნება.